საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ქალბატონებო, თქვენზე არის კიდე გაშლა. მე მგონის გაინტერესებთ რა გელოდებათ მომავალში. მოთავსდით ახლა ლამაზად, თქვით თქვენი სახელი და ჩაიფიქრეს სურვილი. ნახოთ რა გელოდება მომავალში. და დავიწყოთ. ჩემო კარგო, აქ მოგივიდა ვიღაცა მამაკაცი. ეს მამაკაცი შეიძლება იყოს ბედგამონაცვალი მამაკაცი, ან შეიძლება იყოს ფორმიანი. ამოგივიდა ეს მამაკაცი ან ძალიან დიდი ჯავრით, ან შეიძლება რაღაცა ხმამაღალი ლაპარაკით გიჩანს. ამოგივიდა ახალგაზრდა გოგონა. თითქოს თავზე დაგტრიალებს, თითქოს რაღაცა თავზე გადგას, ან ახლოს არის შენთან, მაგრამ რა არის იცი ეს გოგონა ძალიან დიდი დარდით გიდგას. შეიძლება კონდეს რაღაცა თანხაზე დიდი დარდი, ან შეიძლება ცოტა ავანტყოფობდეს და თანხა დასჭირდეს. ასეთ მდგომარეობაში ამოდის ეს ახალგაზრდა გოგონა. შენ ჩემო კარგო, ცოლიანი მამაკაციდან ჩქარი ახალი ამბავი გელოდება. სახლის ჭერი ამოგივიდა ჩემო კარგო, დიდი სიხაროლით. წარსულში რაღაცა გაპოსტავებები ამოგივიდა ძალიან ბევრი. შენ რა გიჩანს იცი? შორი გზიდან შეიძლება ვიღაცასთან შეხვედრა მოგიწიოს, ან გზა შეიძლება კონდეს და ამ გზაზე შეხვედრა და დიდი სიხაროლე გელოდება. მოულოდნელად ამოგივიდა ვიღაცა ქვრივი ქალბატონი მომავალში იცოდე. ან ქვრივი ქალბატონია, ან შავთმიანი გოგონა ან ქალია, ან შეიძლება დახურული ქალბატონი იყოს. ამასთან სერიოზული რაღაცა საქმეზე ლაპარაკი გიჩანს. უკვე თითქოს ემზადება სასაუბროთ. დაგირეკავს ეს აუცილებლად, ან ამ ქალბატონთან გექნება საქმიანი ლაპარაკი. სადამ გავაგრძელებდეთ ძვირფასო მეგობრებო, ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ გინდა რომ გაიგოთ ყოველთვის რა გელოდებათ მომავალში. ჩემი ნომერი არის 557 64 38 81. როგორც გითხარი ჩემო კარგო, ამ ბედგამონაცვალ მამაკაციდან, ფორმიანიდან ან შავგრემანი ტიპიდან რაღაცა ელდა გიჩანთ. ელდით ამოგივიდა ეს მამაკაცი. მაგრამ რა არის იცი? ეს მამაკაცი პოსტად წავა. შეიძლება ელდით იყოს, შეიძლება ცოტა აფორიაქებული მოვიდეს, ან რაღაცა პრობლემით მოვიდეს, ან რაღაცა შეიძლება გაგიპოსტაოს, ან თვითონ შეიძლება პოსტად წავიდეს. იცოდე, რაღაცა ამბავზე ან საფუძვი იცოდე ცოტა ელდა გიჩანს. რაღაცა გულის გატეხვები გიჩანს ჩემო კარგო. ნახოთ, მოგვიანებით სხვათა შორის რაღაცა გზა გიჩანს. შეიძლება სადმე წახვიდე. ხელიდან ხშირად ფულები გაგდეს, ისე უმიდის თანხა. ბევრი საუბრები, ტელეფონის ყურმელი გიჩანს, სიხაროლები გიჩანს ჩემო კარგო. და ნახოთ რა დაგრჩა. რა გრჩება იცი? აქ ამოგივიდა ახალგაზრდა გოგონა, ვიღაცა ცოლიანი ბიჭია ან მამაკაცია, სახლის ჭერი და დიდი სიხაროლი გიჩანს. აი ამ პოზიციაში რჩები შენ. კარგი, გავაგრძელოთ.
აქ რას ვხედავ, იცი ჩემო კარგო? ვიღაცა მამაკაცი ამოგივით და აქა თითქოს მოულოდნელი ავადმყოფობით ამოგივით და ეს მამაკაცი ჩემო კარგო დარდით ამოგივით და ნუ რა ვიცი რაღაცა პრობლემებით ამოგდის, მაგრამ ნუ გეშინია ამ მამაკაცზე რაღაცა წინსვლა და საქმის გამოკეთება უჩანს. შენ რა გამშვიდებს? შენ ამ დღეებში ან მოკლე ხანებში რაღაცა სურვილის შესრულება აუცილებლად უნდა გქონდეს და მე ვხედავ სადღაც მაგითა გელოდება. აქ ნახოთ კიდე. ეს პერიოდი რას ვხედავ, იცი? თანხა მოდის, ჩემო კარგო. გზიდან რაღაცა ახალი ამბავი ან საბუთი გიჩანს, მაგრამ რაღაცა შენი ინტერესებით ჯერჯერობით, აი რო გქონდეს გაქანება, რო გქონდეს წინსვლა, თითქოს დატორმოზებული ხარ, შეჩერებული ხარ, რაღაც შენ საქმეზე პუსტაში დგეხარ. ძალიან განცდები ამოგდის სხვათა შორის. ხო, ჯერჯერობით პოსტაში კი დგეხარ, მაგრამ თანხის შემოსვლა გელოდება, გზა, რაღაცა ახალი ამბავიც გიჩანს აუცილებლად. ახლა ნახოთ, ჩემო კარგო, ახლო მომავალში რა გელოდება. ნახოთ რა ჩქარობს კარტი, რა ჩქარობს, ნახოთ რას გვეტყვის. მე დიდი სიხარული გელოდება ჩემო კარგო შენ სურვილებში. ამჟამად ძალიან დარდით დგეხარ, დიდ განცდებში დგეხარ, ვხედავ, მაგრამ გეუნები ახლო მომავალში გული გადაგინათდება. ერთი ნახე შენი პოზიცია. აი ახლა ამჟამად ჯავრი, ნერვიულობა, ავადმყოფური განცდა. იმდეს ნერვიულობ, ჩემო კარგო, თავი ავად არ გაიხადო, ძალიან ფრთხილად იყავი. ეს რა ამბავი გაქვს, რა დღეში ხარ? გზიდან დიდი სიხარული და სურვილის შესრულება ამოგდის, სხვათა შორის ვიღაცა მამაკაციდან რაღაცა ამბავი და ფულიც გიჩანს. და კიდე რას ვხედავ? აქ ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭს ვხედავ. შეიძლება ბავშვი ბიჭი იყოს, შეიძლება ახალგაზრდა იყოს წლოვანებით. პატარა ნერვიულობა ჩანს ამ ბიჭზე. ან რაღაცას ნერვიულობს ეს პიროვნება და ამას მოუფრთხილდით. შენ თავსაც მოუფრთხილდი, ჩემო კარგო. კარგი არ არის ამდენი ნერვიულობა რო გაქვს. კარგი, ერთხელ კიდევ ნახოთ, რას გვეტყვის კარტი. რაზეც ნერვიულობ საქმე გამოგიკეთდება. რაზეც გაპუსტავებული ხარ, იმაზე სურვილის შესრულებები გელოდება. კი, ძალიან დიდი დარდები ჩანს, არეული ხარ, შეიძლება წინ ვერ მიდიოდე, ან ბევრ საქმეში შეფერხებები გაქვს, მაგრამ რა იცი, მოულოდნელი ლაპარაკი და დიდი სიხარული გელოდება, ჩემო კარგო. ახლა ნახოთ კიდე. რა მდგომარეობები გაქვს? კარაპატინში ვნახოთ. თქვი ისევ შენი სახელი და ვნახოთ რა ხდება შენთან. ოჰოჰოჰო. სხვათა შორის რა არის იცი? წარსულში რაღაცა გზა გქონია. არ ვიცი სად იყავი, არ ვიცი რა გზებს დაადექი, მაგრამ მაგ გზებს შენთვის არასოდეს წარმატება არ მოუტანია, ჩემო კარგო. თითქოს რაღაცა კარები დაკეტილა, უსიამოვნება გქონია. ძალა გამოლეული, ნერვოზი გქონია, ჯანმრთელობაზე მერყეობა ამოგივიდა.
მამაკაცთანაც პრობლემები გიჩანს. პრობლემიანი მამაკაცია მოგივიდა ჩემო კარგო, ძალიან ბევრი მოთმინებებიც ქონია, მაგრამ რა არის იცი, შენ თითქოს ყოველთვის ლიდერობისკენ მიიწევ. სახლის ჭერზე თუ რამე ქონია, ყოველთვის გარედან დიდი ზარალი გინახია ჩემო კარგო. ამის მერე რა გელოდება მაშინ ნახოთ. სიყვარულს საერთოდ ნუენდობი, იმიტომ რომ შენ სიყვარულში იმხელა აბზეკილი მელა მოგივიდა ჩემო კარგო, შენ სიყვარულს შენთვის არასოდეს კარგი არ მოაქვს, იმიტომ რომ ან რაღაცა მახეში უნდა გაება, ან ყოველთვის რაღაცაზე მოტყუებული უნდა დარჩე, იმიტომ რომ ეს პიროვნება მელაკუდა ადამიანია, ძალიან კარგად იცოდე. კიდე რა გელოდება? ძალიან დიდი თვალი გაქვს ჩემო კარგო, ფინანსებზე იყავი ფრთხილად, საშინელი თვალი გაქვს. ამჟამად სიყვარულზე, შერიგებაზე, თუ ასეთი რამე პრობლემა გაქვს, ამაზე ჯერჯერობით განცდები და ნერვიულობა გიჩანს, ან რაღაცაზე ძალიან გაბრაზებული ხარ, რაც გაფრთხილებს კარტი. ამოგივიდა ვირთხები ჩემო კარგო კარტში, ძალიან ფრთხილად იყავი, ისეთი ნეგატიური ფონები მოგდის, შეიძლება ისევ და ისევ ზარალი ნახო და შეიძლება ვიღაცასთან, ვისთანაგ ურთიერთობა ცუდადაც დაგიმთავრდეს, ამაზე იყავი ფრთხილად. როგორც გითხარით ვიდეოში ძვირფასო მეგობრებო, ტელეფონის ნომერი მითითებული მაქვს. შეგიძლია პირად კონსულტაციაზე WhatsApp-ში დამიკავშირდეთ. ახლა დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.